ჩვენთან არის ღმერთი. ძვირფასო მამანო, ძმანო და დანო, ყველას გილოცავთ ფერიცვალების დღესასწაულს. დღესასწაულს აღსავს ეს ნათლით და სიხარულით. როდესაც მაცხოვარმა თავისი სამი მოწაფე პეტრე, იაკობი და იოანე წაიყვანა თაბორის მთაზე, წაიყვანა ისინი ლოცვად და ამ ლოცვის ჟამს მათ წინაშე ფერი იცვალა. ასე ბრძანებს წმინდა მახარებელი მათე და ასევე მარკოზიც. ფერი იცვალა მათ წინაშე. ეს იყო თასა ზედა. რატომ არ მოხდა ფერიცვალება სხვა მოწაფეების თანდასწრებით? რა იყო მიზეზი, რომ ამ სამმა მოწაფემ მიხილეს ქრისტეს ფერიცვალება, ანუ მისი ღვთაებრივი სახე? როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, მიზეზი იყო ამ მოწაფეთა სიყვარული ქრისტეს მიმართ, სხვაზე უფრო მეტად ძლიერი. პეტრეს გზნებარეთ უყვარდა მაცხოვარი და ეუბნება კიდევაც მას, რომ მე მზად ვარ შენთან ერთად მოვკვდეო. თუმცა ადამიანური ბუნების სისუსტემ და საკუთარი თავის შეუცნობელობამ სულ სხვა სიყვარულის საპირდაპირო ქმედება ჩაადენინა, ღალატი და ქრისტეს უარყოფა. იოანე ღვთისმეტყველს ამ ახალგაზრდა კაცს ქრისტე უყვარდა როგორც მამა და უფროსი ძმა და მოძღვარი. იაკობ მოციქული კიდევაც ამბობს, რომ მზად არის შესვას ის სასმისი, რომელიც ქრისტემ უნდა შესვას. რა თქმა უნდა, ისინი სხვა მოწაფეებზე აღმატებულები და უკეთესები კი არ იყვნენ, არამედ მათი შინაგანი დამოკიდებულება ქრისტესადმე იყო უფრო სიყვარულით, მეტი სიყვარულით იყო. და ამიტომაც ამ სიყვარულმა გარკვეულ წილად, მიუხედავად მათისა, რომ ისინი არ იყვნენ მზად და არავინ არ არის მზად, რომ ღმერთი შეიმეცნოს სრულყოფილად ან იხილოს ღვთაებრიობა უფლისა მთელი სისავსით, ქრისტე
თავისი ღვთაებრიობა ამ სამოწაფეს განუცხადა ძალისაებრ მათისა, რამდენად შეეძლოთ მათ დაეტიათ, იმდენად შეეძლოთ მათ ხილვაც. და ეს რაც იხილეს მათ სრულებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ შეშინებულიყვნენ, ქვედამხობილიყვნენ და თავის წამოწება ვერ გაებედათ. და იხილეს სახე ქრისტესი ვითარცა მზე და სამოსელი მისი სპეტაკი ვითარცა თოვლი. და ნათება და ღრუბელი. იხილეს ქრისტესთან მოსაუბრე მოსე და ილია წინასწარმეტყველი. და ბრძანებს ეკლესიის მამა, რომ ვინც ერთ-ერთი მამა, რომ ის ვინც არადის სიბრძნის და ქრისტეს შემეცნების მთაზე, ის ქრისტეს ხედავს მხოლოდ ხორციელი თვალით. ხოლო ვინც არის ამ ძიებაში, არის აღსვლის პროცესში ქრისტესკენ, სიბრძნის მთაზე ვინც ადის, ის ხედავს ქრისტეს გულის თვალით და ხედავს მის ნათელს, რომელიც განანათლებს ყოველთა. და ამიტომაც ბრძანებს მოციქული პეტრე, დღეს იყო წაკითხული ეს ეპისტოლე წმინდა მოციქულისა, რომ ჩვენ უნდა დღე ნათლისა ვიხილოთ, გამოგვიჩნდეს დღე ნათლისა და გამოგვიბწყდეს გულთა შინა ჩვენთა ვარსკვლავი მთიების, ანუ ცისკრის ვარსკვლავი მთიების. და ჩვენი გული უნდა იქცეს კარვად, ძვირფასო, ძბანო და დანო, რომელშიც ეს ვარსკვლავი, ანუ ქრისტე, დაიდებს ბინას. ხოლო ნათელი დღისა ეს ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს. იმიტომ რომ ვინც ღმერთთან დიოდეს, ანუ ღმერთთან ერთად იყოს, ის ნათელში დადიოდებს, ბრძანებს წმინდა წერილი. აი ჩვენი ცხოვრება ძვირფასო, ძბანო და დანო ამ წუთის სოფელში ის უნდა გახდეს ნათელში სიარული. ქრისტეს ნათელში მის სიტყვისაებრ.
და ამ ნათელს ჩვენ ვეხებით ძვირფასო ძმანო და დანო ვეხებით როგორც მორწმუნე ერი როგორც ქრისტიანენი წმინდა ავგუსტინე იპონიელი ბრძანებს რომ მზეო არის თავად ქრისტე ხოლო სამოსელი მისი სპეტაკი ეს არისო ეკლესია რამე თუ ის ვინც ბრწყინავს როგორც მზე ნათელს ანიჭებს ყოველივე რაც მას მოსია და ეკლესია არის ეს სამოსელი სპეტაკი და ჩვენ შემოვდივართ ამ ნათელში და ეს ნათელი და სიწმინდე თოვლებრი სისუფთავე ეკლესიაში ყველას გვეხება ჩვენ და თუ რომელიმე ჩვენგანი ატარებს ბნელ ლაქას ეს ჩვენი ლაქაა ლაქა ჩვენი სულისა რომელიც არც ეხება და არც გადადის ქრისტეს სპეტაკ შესამოსელზე წმინდა ეკლესიაზე და ისე როგორც წიდოვანი სისხლმდინარე ქალი შეეხო ქრისტეს სამოსელის კიდეს და განიკურნა ისევე ჩვენც ძვირფასო ძმანო და დანო ვიკურნებით ქრისტეს ნათელი განგვანათლებს და გუკურნავს ყველას ვინც შემოდის ეკლესიის წიაღში და ამგვარად ხდება ჩვენი ფერიცვალება ამგვარად განიდევნება სიბნელე ცოდვისა ვნებისა ბოროტებისა ჩვენი სულიდან და ჩვენს ნათელი მიგვაქვს ამ წუთის სოფელში რამე თუ ნათქვამია რომ თქვენ ხართო ნათელი ამას სოფლისა და ამ ნათელს კი როგორც თქვით და გავიმეორებ გვანიჭებს ჩვენ ქრისტეს ნათელი და მისი წმინდა სამოსელი ჩვენი დედა ეკლესია ერთი წმინდა მართლმადიდებელი აი ეს გვახსოვდეს ძვირფასო ძმანო და დანო და თუ პეტრე მოციქული მიუხედავად იმისა რომ იხილა ქრისტეს ღვთაებრიობა მას თხოვს რომ სამი კარავი დაუდგათ აქა ქრისტესთვის მოსესა და ილიასათვის ასე წარმოედგინა მას და რაზედაც მან არანაირი პასუხი არ მიიღო და ამის შემდეგ ქვევით რომ ჩამოდიან უკვე მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად მოციქული პეტრე იმასაც ეუბნება მაცხოვარს რომელიც ამბობს რომ მას მოელის ტანჯვა და
ჯვარცმა პეტრემ ეუბნება, რომ ნუ მიდიხარ ამაზე. ჩვენ წავიდეთ სხვაგან და მაშინ მაცხოვარი პასუხობს, განვედ ჩემგან მართლუკუ სატანა, რამე თუ არა, რამე თუ კაცისასა ზრახავ და არა ღვთისასა. ანუ იმისათვის, რომ ადამიანმა ზრახოს ღვთაებრივი და მიხვდეს რა არის ნება ღვთისა და როგორია ეს ნება ღვთისა ადამიანისადმი. ამისათვის არის საჭირო განათლება გონებისა და გულისა, ძვირფასო ძმანო და დანო. ჩვენ სწავლულობას უწოდეთ განათლება და ამიტომაც აგვერია გეზით და მიმართულებაც. სხვა არის განსწავლულობა და სხვა არის განათლება. განათლებას გულისა და გონებისა მხოლოდ მადლი ღვთისა იძლევა. და ჩვენ ეკლესიის წევრები ამისათვის ვართ მოწოდებულნი. და ეკლესია გვანიჭებს ჩვენ ამ განათლებას სულისა და ხორცისა და ჩვენს გული ჩვენი ვაქციოთ კარვად, რომელშიც დამკვიდრდება ვარსკვლავი ცისკრისა ქრისტე და გონება ჩვენი ვაქციოთ ნათელი დღის სივრცეთ, სადაც იქნება მხოლოდ განზრახვა, კეთილი და სიყვარული მოყვასისა და ღვთისა. მერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძმანო და დანო, ფერიცვალების მადლი და ნათელი იყვეს თქვენ ყოველთა თანა, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ჩვენ